ჩვენი შემდეგი სტუმარი საღამოშვიდობისა ბატონ დავით მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. აი ჩვენ ახლა ცხინვალის მხარეზე ვიყავით უფრო აქცენტირებული ვიდრე თქვენ შემოხვიდოდით ეთერში. მე მაინტერესებს კითხოთ რას ხედავთ თქვენ როგორც პრობლემას, გასაგებია რომ ოკუპაცია სამწუთში საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უკეთებს, ეს არ არის მის ხელთ ამის გადაწყვეტა, მაგრამ რეგიონისთვის მეტი უსაფრთხოებისთვის რა ბერკეტები აქვს ხელთ საქართველოს ხელისუფლებას. პირველ რიგში მოგესალმებით, მეც უერთდები ბატონ დავით სიხარულიძის მოლოცვას, გიორგობას გილოცავ თქვენ. ჩვენც ასევე. სამი დავითი გყავთ დღეს გიორგობა დღეს ეთერში. ეხლა ასე მოხდა სხვათა შორის, მეც მივაქციე ყურადღება, როდესაც სტუმრები წარგადგინეთ. კარგით, ახლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე ძირითადად ვეთანხმები იმ პათოს, რომელიც ჩემ წინა რესპონდენტს ჰქონდა, ბატონ დავით სიხარულიძეს. ხელისუფლებას გააჩნია ყველა ბერკეტი რეალურად, ანუ რასაც სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტები ქვია, რომ თავისი უსაფრთხოება რეალურად ააწყოს, ააგოს, ეს იქნება, ვთქვათ, დამყარებული პარტნიორებთან ურთიერთობაზე და ასე შემდეგ, ხო? მთავარია კონდეს რეალურად ამის ხედვა. სახელმწიფოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ბერკეტები ხელში უჭირავთ. ხედვას ხედავთ ბატონ დავით, აქ საუბარი იყო რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც კი არ არსებობს. რასაც ბატონმა დავითმა თავის სახელი უწოდა, ეს გახლავთ ის ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს, კაი შედარება მოიყვანა გემისთვის კომპასს, ვთქვათ. სამწუხაროდ ეს არ აჩანს. რეალურად არაჩანს და მეტიც არაჩანს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამის, ასე ვთქვათ, დადებას, ისე რომ შესაძლებელი იყოს წაკითხვა და გარკვევა, რა მიმართულებით მივდივართ და როგორ ვაპკირებთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე რეგიონისთვის, რა თქმა უნდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რეალური პრობლემაა და სამწუხაროდ ახლა ასე ვერ მოგვარდება ეს არც ჩვენი საუბრით და არც იმ პოლიტიკით, რომელიც რეალურად გრძელდება, მე ძირითადად საკადრო პოლიტიკა მაქვს ხედველობაში, რომელსაც პრეზიდენტის აპარატი ცალკე და ვთქვათ სახელმწიფო აპარატი ცალკე ერთნაირად უდგება რატომღაც, ვინაიდან ამათი ძალისხმევის შედეგად უნდა იდებოდეს ასეთი რამ. 1-4 წელი გავიდა, ვერაფერი ვერ დავინახეთ, ახლა დაიწყო მეორე 4 წლიანი ციკლი, ჯერ ახლა ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ დრო გამოაჩენს. ადამიანები იგივეა სამწუხაროდ, ამიტომ ეს ასე ვთქვათ, მართლა ყველაზე სუსტი რგოლია. ბუნებრივი კითხვა ჩნდება, თქვენ ალბათ უფრო ხშირად უსვამთ ამ შეკითხვას იმ პროფესიონალებს, რომლებიც მუშაობენ სისტემაში, თუ არსებობს პასუხი, რატომ ჭიანურდება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა? ეს შესაძლებელია თუ ხედვა არ არსებობს? თქვენ როგორ დასრულებთ? ხედვას იძლევა პოლიტიკოსი, რომელსაც თავი მიაჩნია ლიდერად. ახლა ჩვენ ორი ლიდერი გვყავს, ერთია პრეზიდენტი, მეორეა ვთქვათ ახლა ერთ-ერთის ხედვა მაინც უნდა ითარგმნოს და წერილობით დაიდოს. ახლა შეიძლება აქვთ მაგათ, შეიძლება შიგნით ლაპარაკობენ რაღაცა, შეიძლება თათბირობენ, შეიძლება რეალურად კაი ხედვა აქვს ან ერთს ან მეორეს, მაგრამ ფაქტია, ქაღალდზე ამის დამდები კაციშვილი არ არის. იმიტომ რომ რაც ქაღალდები ჩვენ ვნახეთ ამ წლების მანძილზე, ყველა იყო, საკმაოდ შეფასების სკალას თუ ავიღებთ, საკმაოდ დაბალი შეფასებით. ამიტომ აი ეს ადამიანები არ აყავთ, მათ თავით გარშემო არ აყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თუნდაც შავად მომზადებულ დოკუმენტზე თქვან ზუსტად ის, რაც ამ დოკუმენტის შესაფასებლად იქნება ადეკვატური. ამის აუცილებლობას ხედავს მთავრობა, როგორ ფიქრობთ თქვენ? თუ აუცილებლობასაც ვერ ხედავს? იმედია ხედავს, მაგრამ ახლა რა როგორ გამოსდის, ახლა ეს სხვა საქმე. რაც შეეხება ახლა ერთი 100 დღე აქვს მთავრობას, მას შემდეგ რაც აირჩევენ ეს 100 დღე გვაჩვენებს ჩვენ ზუსტად ეს ახალი მთავრობა რისი დამნახავია.
რაც შეეხება აი ამ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის, რომელიც გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, ისედაც არ უჭირდა რუსეთს იმ ტერიტორიაზე საკუთარი დაჯგუფებების ყოლა, ბაზების, ეს პრობლემა არ იყო, თუმცა რაღაცა დოკუმენტით, რომელიც გასაგებია რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს დოკუმენტს, მაგრამ არსებობს დე-ფაქტოდ ეს გაფორმდა. როგორ ფიქრობთ, ამან გაზარდა თუ არა საფრთხეები საქართველოსთვის? საფრთხეები რაც არსებობდა ის დარჩა, მანამ შეცვალა რეალობა უბრალოდ. დღეს უკვე ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით იმ რეჟიმში, რომ ტერიტორიის ნაწილი იყო ოკუპირებული. ახლა რეალურად ვცხოვრობთ იმ რეჟიმში, რომ ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იყო ოკუპირებული, ნელ-ნელა მისი ანექსია ხდება. ნელ-ნელა კი არა, რეალურად ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეს რეალობა გაცილებით უარესია, ვიდრე ის რეალობა, რომელიც ამის წინ არსებობდა. ახლა რუსეთის მხრიდან რო შევხედოთ, ეს ყველაფერი არის ლოგიკური. როდესაც აღმოჩნდა, რომ მას უნდა გაეყვანა ჯარები ოკუპირებული ტერიტორიიდან, მან აიღო და ცნო დამოუკიდებლობა ტერიტორიის და ამ დამოუკიდებლობა ცნობილ ტერიტორიაზე მყოფ, ვთქვათ, წარმომადგენელ ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება, რომ თავისი ბაზები ყოლოდა იქ. ანუ გარკვეულად თავისი ხედვიდან მიცა ლეგიტიმაცია, მართალია მას რეალურად არავინ არ ცნობს, მაგრამ ფაქტიურად არსებობს ის, რაც არსებობს, ხო? ამის მერე, როდესაც დაჭირდა მას რეალურად გაეძლიერებინა თავისი დაჯგუფება, ხო? ის ქმნის ახალ რეალობას. აფხაზეთში რა, ორი ბატალიონის გარდა შეიძლება არ წყავდეს სხვა შეერაღებული ძალები, ხო? რეალურად მე არ ვიცი თვითონ აფხაზი ხალხი როგორ შეეგუება ამ ანექსიას, იმიტომ რომ ახლა ავად კარგად ამ ადამიანებმა დამოუკიდებლობის ნიშნით იბრძოლეს, ხო? ამის გაგება შეიძლება, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ გაგება შეიძლება. ახლა როგორ შეეგუებიან ამ ანექსიის პროცესს, სხვა საკითხია ახლა. მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ ჩვენ დავდექით ახალი რეალობის წინაშე, როცა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი უკვე ოკუპირებული კი არ არის, არამედ ანექსირებულია. სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა ამის. ახლა ამაში რუსეთი თავისი ხედვიდან ლოგიკურად მოქმედებს. ახლა აი ამ ლოგიკურ მოქმედებას ჩვენ რას უპირისპირებთ, ეს სხვა არის უკვე. აი ეგ გვაქვს თუ არა ინსტრუმენტები ზეგავლენის, რა თქმა უნდა გვაქვს. ვიყენებთ როგორც აჩანს ვერ ვიყენებთ, თორე ეს ამ ნაბიჯამდე არ მივიდოდა უკვე. ბატონ დავით, თქვენც გაიზიარებდით უკვე გამოთქმულ მოსაზრებას დავით სიხარულიძის მხრიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასიური საგარეო პოლიტიკა? არა, ახლა ამას რა დაჯერება უნდა? ჩანს, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკა არც ერთი მიმართულებით არ გვაქვს ჩვენ. რეალურად, არა მარტო საგარეო პოლიტიკა, რეალურად, აი ჩვენი პოლიტიკა აგებული ასე, რაღაცა ჩდება და ვცდილობთ ვთქვათ ამაზე რეაქციის რეჟიმში ვიმუშაოთ. ანუ წინასწარ ჩვენ არ ვდგამთ ნაბიჯს, წინასწარ არ ვჭრეთ სინამდვილეს, წინასწარ არ ვმსჯელობთ არაფერზე. შეიძლება ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. შეიძლება არც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ფაქტია, რეზულტატი არ არის. რეზულტატი ისეთია, რომ თითქოს ამაზე არც წინასწარ მსჯელობს ვინმე, არც ჭკვიანურ რამეს ამბობს ვინმე და არც ნებისყოფა ან უნარი არ აქვს, რომ განახორციელოს რამე. აი ეს ჩანს გარედან ახლა. შიგნით რა ხდება ახლა მაგაზე მართლა ვერ გელაპარაკებით, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი. ბატონ დავით, ახლა თქვენ ანექსია ახსენეთ, რომელიც უკვე პრაქტიკულად სახეზეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ ხელშეკრულებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ რუსეთი ნიშნავს შეერაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს ომის დროს. უნებრივია, ახლა რუსეთი დანიშნავს, ჯერ ერთი უკეთესი მეთაურები ყავს, უფრო კვალიფიციური და მეორე მხრივ იმ ძალას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია თავისუფლება მიწეს, რომ დანიშნოს. მაგრამ აი აქ არის ერთი დეტალი, ომის დროს წერია, ხდება ეს ან როდესაც პირდაპირი აგრესიის საფრთხე არსებობს. ესე იგი, რაღაცა ტიპის პირდაპირი აგრესიის საფრთხე, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ახლა იმათაც ჩვენივრად იციან, პირდაპირი აგრესიის საქმე, საფრთხე არ არსებობს, არც რუსეთისთვის, არც აფხაზეთისთვის. ახლა ვინ უნდა იყოს აგრესორი აფხაზეთი? ერთი სახმელეთო მეზობელი ჩვენ ავყავართ, მეორე რუსეთი. ჩვენ აგრესიის შნო არა გვაქვს, აი ესე მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. რუსეთმა განახორციელა უკვე აგრესია კი არა ანექსია განახორციელა. ასე რომ ეს საფრთხე მათთვის რეალურად არ არსებობს. აქ მეორე უფრო მსხვილი რაღაცაა. მას შემდეგ რაც ნატომ გამოაცხადა რომ ის იძულებულია გაზარდოს თავისი უსაფრთხოების, თქვათ, ზომები,
თავის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში შავი ზღვა მხედველობაში ანუ რომ გააწონასოროს ის საფრთხე რომელიც ყირიმის აგრესიის შედეგად შეიქმნა შავ ზღვის ბასენში რეალობა ახალი შეიქმნა ხო მას სასწრაფოდ ჭირდება ამ ყირიმის ასე ვთქვათ საფუძველი ბაზა რომელიც მას მიცემს მეტ თავისუფლებას რომ ვთქვათ ის ძალები ამოქმედოს რომელიც ყირიმში ხა სწორედ ეს მინდოდა მე ზუსტად ეს ბაზა ხო რუსეთმა რომ არსებობს პირდაპირ საფრთხე როგორც კი ნატო რაღაცა მოქმედებაში მოვა შავი ზღვის აკვატორიაში შეიძლება ეს აღიქვას პირდაპირ საფრთხე დავიწყოთ შავი ზღვის აკვატორიაში ბალანსი დაარღვიეს რუსებმა ახლა ყირიმი ისტორიულად ვის ეკუთვნოდა ეგ სხვა თემაა ხოლო ის რომ ყირიმი როგორც უკრაინის ნაწილი და მისი ანექსირება მოხდა ხო ეს კიდე სხვა თემაა და სწორედ ამან შექმნა დისბალანსი შავ ზღვაში შავი ზღვის აუზში ხო ბუნებრივია ახლა ნატოს პირველი ნაბიჯი მიუხედავად იმისა რომ ნატოსაც არ ემუქრება აგრესია რუსეთის მხრიდან ხო ის იძულებული იქნება გარკვეული ძალები გადაისროლოს ან გადააჯგუფოს თავის იმ აკვატორიაში რომელიც მის წილად არის ეს არის შავი ზღვის დასავლეთი სანაპირო და შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო ხო ახლა ამის საპასუხოდ ბუნებრივია ახლა ესე ჩანს ლოგიკურია იმიტომ რომ სამხედრო ლოგიკა ზუსტად ასე მუშაობს რუსეთი ეცდება ახლა ამ ყირიმის ბაზას შეუქმნას ყველა საფუძველი იმისათვის რომ მან თავისუფლად შეძლოს ფუნქციონირება ანუ აღადგინოს თავისი უპირატესობა მას შემდეგ რაც ნატოს ძალები გაჩნდება შავ ზღვაში ხო ამისთვის მას სასიცოცხლო ჭირდება აფხაზეთი და ის ნაბიჯი რომელიც მან გადადგა თქვენ თუ გაიხსენებთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას, ხო? ყირიმზე წინააღმდეგობის ერთ-ერთი ბაზა გახდათ სწორედ საქართველოს სანაპირო შავი ზღვის, სადაც ბაზირებდა რეალურად წყალქვეშა ფლოტი და საბჭოთა ფლოტი მთლიანად რეალურად. მეტიც ესე იგი ის რომ ყირიმზე შეფერხდა, თქვათ იგივე სევასტოპოლის აღება და ასე შემდეგ 41 წლის ბოლოს 42 წლის ხო ამან ზეგავლენა იქონია იმაზე რომ ომი გაჭიანურდა და ისა გერმანიამ ვერ შეძლო ვერც გროზნოს ნავთობსაბადოების ათვისება და ბუნებრივია ვერც ბაქოსი. ანუ ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიისათვის. ბუნებრივია ახლა თითქოს ეს შორია ერთმანეთისაგან, მაგრამ ყირიმი, აფხაზეთი ეს მიბმულია ერთმანეთზე, ერთ სტრატეგიულ სივრცეში არის და ბუნებრივია მეორე ბაზა, რომელიც მას გააჩნია ამიერკავკასიაში, ასევე ეს შიდა ქართლში, ხო? ცხინვალის რეგიონში აუცილებელი იქნება მისთვის მისი ხედვიდან და ლოგიკური იქნება ამ ორი ბაზის გაერთიანების მცდელობა. შემდეგ გიუმრის ბაზაზე მიდმის პერსპექტივით. აი ეს გახლავთ ის სცენარი, რომლითაც განვითარდება მოვლენები, თუ ჩვენ დროზე არ გავიაზრეთ რა სინამდვილესთან გვაქვს საქმე და არ დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა. ერთი იმ კუთხით, რასაც დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა ქვია, რეალურად მეორე იმ კუთხით, რასაც ქვია საინფორმაციო ნაკადების მონიტორინგი და სერიოზული დასკვნების დადება, ანუ სადაზვერო საქმიანობა კლასიკურად და რეალურად თუ არ გავიაზრეთ რა საჭიროებებისთვის და როგორი შეარაღებული ძალები გვჭირდება და არა ისე როგორც დღეს არის თამაში და ეგრეთ წოდებული აწყობილია ეს სიტყვასაც ვერ ვეძებ ქართულად რუსულად კაი სიტყვა ერთი ჩიხარდა რაც ხდება ის ვაქხანალია რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში ხდება ამიტომ სამივე ამ კომპონენტში რომელზედაც რეალურად ეყრდნობა სახელმწიფოს უსაფრთხოება, ხო? ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად შეუსაბამო ან არაადეკვატური ადამიანები ყავს. შესაბამისად ეს ინსტიტუტები არის სუსტი. შესაბამისად გვაქვს ის, რასაც ვხედავთ. შესაბამისად ჩვენ იმ რეჟიმში ვართ, როგორც ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, როცა რაღაცაზე აღშფოთდება და ამ აღშფოთებას რა ინერლებენ. აი აღშფოთი მე ახლა ამ წუთში წეს და არ უნდა აღშფოთებულიყავი, ხო? მაგრამ რა შეცვლის ეს არაფერს არ შეცვლის. მადლობა. იმიტომ რომ სადღაც რომელიღაც დონეზე ყველაფერი უკვე დალაგებულია და ნუ ჯობია ასე იყოს ვიდრე სხვანაირად. სამწუხარო პროგნოზი და სამწუხარო კრიტიკული ანალიზი მოვისმინეთ თქვენგან რაც ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, თუმცა ვფიქრობ რომ მაინც საჭირო. სამწუხარო რომ დღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა არ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლობამ, რათა ხელისუფლება ჯერ არ აქვს რომ დაამტკიცებენ მე რეგვეყოლებ.
აუცილებლად მოვიპატიჟებთ მაშინაც, როდესაც ოფიციალურ სტატუსს მაგრამ მაშინ 100 დღე მე ხმას არ ამოვიღებ. კარგით, ბატონ დავით, უმეტესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით თევზაძე პასუხობდა რუიანის შეკითხვებს. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ შიდა პოლიტიკაში გადმოვინაცვლებთ ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი. საღამოს ეთერის სპონსორია შეპესეს Star Group Posta. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები.